ასე მოკლედ ძალიან ლამაზია. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროდუქტი თურქული სერიალია. შესაბამისად, ქართველი მანდილოსნებისთვის ნომერ პირველი მამაკაცი სავაშ ბალდარი, იგივე მურატ ილდირიმი. კაფე-რესტორანმა ლატრუფმა გადაწყვიტა მათთვის საჩუქარი გაეკეთებინა და სავაში სადილზე დაპატიშა. მობენ გეიაო, ბევრი ლაპარაკო. არა. არ დავიჯერებ არავითარ შემთხვევაში. არ მინდა რომ დავიჯერო. არა, მაგაზე ვერავინ ვერ იტყვის ყველაფერს. სავაში ნამდვილი თურქი ვაჟკაცია. სპეციალურად მისთვის გამოეწყე დღეს ესე? კი, დღეს ესე. ჩნია დაგინახა? კი, სხვათა შორის დამიქნია ხელი და ჰაიო მითხრა და მართლა, რა მაგარია. იცი რომ ჭორაობენ რომ რაღაც სხვა ორიენტაციის არისო? მოგოები არ მოწონს. და არ მჯერა. ნამდვილად არ მჯერა. ისეთივე ვაჟკაცურია, როგორც შენ წარმოდგენაში იყო? რა ვიცი, ხა ესე კარგად ვერ ხედავ, მაგრამ ისე ალბათ. რამე სხვა გეგმებიც გაქვთ დღეს საღამო? არა, სამწუხაროდ არ მაგარანაირი გეგმა. ჩვენ პატარა ექსპერიმენტი გვინდა და ჩაგვეტარებინა მურატს, რომელი ქართველი გოგონა მოეწონებოდა ტოპ 10-დან და მე მგონი ჩემაჭარებმა გაამართლა, იმიტომ რომ გადავაწოდე მას ეს ფურცლები, ფოტოები ქართველი ლამაზმანებით და უკან გამომიწოდა არც ერთი არ მომწონსო და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ის ჭორები, რომელიც ამბოლო დროს მასზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, შეიძლება მართალი იყოს მისი ორიენტაციის შესახებ მეგობრებო. დრო გადის და ბევრი რამე იცვლება. ადამიანები, მოდა, მთავრობა, მუსიკა. ერთადერთი რაც ჩვენს ქვეყანაში სულ მუდამ პოპულარული რჩება, ჯაზია. ფესტივალები და სერიები გრძელდება. ამჯერად 5 გრემის პრემიის მფლობელი, ჯაზ ბას გიტარისტი ვიქტორ ვუტენი ივენთ ჰოლში. დღევანდელ დღეზე რას მეტყვი, ანუ ვიქტორი როგორი მუსიკოსი? ვიქტორი არის 5 გრემის მფლობელია. მერე ჟურნალმა Rolling Stone-მა მიანიჭა ყველა დროის საუკეთესო ათეულში შედის ბასისტების და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბას-გიტარისტია და არა მარტო სუფთა ჯაზში ის არის როკ ვარსკვლავებთან და გამოდის როგორც დევი მეტიუს ბენდია, ესეთი ძალიან მაგარი, რომელიც 50,000 კაციან სტადიონებს ავსებს. მაგალითად დღეს ვოკალისტი ჩამოიყვანა ქალბატონი, რომელიც Backstreet Boys-ს უხსნიდა მაგალითად კონცერტებს წლების განმავლობაში და თან 5 კაციდან 3 ძმა არიან, Wooten Brothers. მაშასე ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ვიქტორ ვუტენი და მისი ბენდი.
ვარტოვებ მე მგონი არც ერთ ფესტივალს. არა, ყოველთვის ვყიდულობ და როცა მოსაწვევი მაქვს, მით უმეტეს არასდროს არ ვტოვებ, იმიტომ რომ ეს არის სულიერი საზრდო ნებისმიერი მელომანისთვის. უსმენ თუ არა მიმართულებას მუსიკის? არ მაქვს რაღაც გამორჩეული ჟანრი, რასაც ანუ უსმენ მარტო იმას, ან არ უსმენ მარტო იმას, საერთოდ გახსნილება და ყოველთვის მოსმენა მიყვარს. ვიქტორზე კონკრეტულად რას მეტყვი? ძალიან მაგარი ბიჭია, უსმენ და საერთოდ ეგ მიმდინარეობა ძალიან მომწონს და გიტარა და ბასი და რამე აი ჩემი ბავშვობის სიყვარულია რა ესე ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმიანობა ჭორაობა. სოციალური ქსელების დახმარებით ეს სახლიდან გაუსწრებლად გახდა შესაძლებელი. დავინტერესდი და გავარკვია, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები საკუთარ თავზე აზრის გასაგებად Facebook-ს ხშირად მიმართავდნენ. საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვთ მათ. შევთხოვეთ პირდაპირ კამერის წინ რამდენიმე არც თუ იმდენად სასიამოვნო კომენტარი წაიკითხეთ. მართალია ყველა არ დაგვთანხმდა, მაგრამ გაბედული ფეისებიც გამოჩნდნენ. ბატონო გიორგი, არ მგონია რაღაც შენს ბებია ბაბუასთვის BBC-ს დედოლაითებზე მოსჭროდეს თვალი. მეტიც სულაც არ ვთვლი, რომ კარგი წამყვანი ხარ. და ერთი შენიშვნაც, TV-ში მუშაობას გენეტიკა კი არა, კარგი ნაცნობი უნდა. აი ხო მივხვდი, რატომ არ ვარ კი ვარ წამყვანად. ვინმეს რო ვიცნობდე. აი ჯულიეტა ვაშაყმაძეს მაინც რო ვიცნობდე, ხო რაღაც გამოვიდოდა ჩემგან. ვაი თქვენს პატრონზია. მაგარი აუტანელი ხალი იქნები შენ და შენი გადა. მე რო ტარიელის ადგილს ყოფილიყავი, ჯერ დავყლავდი მაგ-კატას, მერე კარგად გავყუტავდი, მოუხარშავდი და საცივს დავამზადებდი საყვარელი იასთვის. აუ რა, ვიღაც არის სერიოზული მის არის რა, სადისტია, არც კი გცხვენია რა. ნუ კი მარცხენა ხელით ამ კომენტარს გწერ და მარჯვენა ხელი დაკავებული მაქვს. სტეფანე, ბევრმა ტრაკის თამაშმა ქართველი კაცის მუშტი იცისო. ანგი ხო არის, ანგი? სხვისი მოტკეცილი თუ მოჭერილი შარვლების ყურებას ჯობს თავს მიხედო, რომ მალე შენ არ მოგიჭირო. დამშვიდით, მე თვითონ მოვიჭერ. ერთი ჩლიფინა გოგო ხარ, მეტყოლება შენ არ გივარგე და ფეხების გაფარჩხვა ჩვენც ვიცით. გილოსავთ. კარგად გაფარცხულიყავით. ერის გარყმის გარდა რა სარგებლობა მოგაქვს თუ დაფიქრებულ ხარ? ვფიქრობ და აი მართლა ვერ ხვდები რა სარგებლობა მომაქვს. ალბათ ჩემი დანიშნულება ეს იყო, რომ ერი უნდა გამერყნა, არ ვიცი. აი რისთვის წასულხარ ზუკნავ ევროპაში. სერიალიდანაც გისწრიან მალე და ირჩინე თავი მინეტით. ან მუცლით მეზღაპრეობით, ან ჩხიბავობით, ან რამე ეგეთი არ ვიცი. ნახე. ნუ კი შენ მარტო ბოზი კი არა, სექსუალურიც ხარ. ეხა აი აქ მაინტერესებს შენთვის როგორი სხვაობა აქვს. ანუ შენ თვლი რომ აი ეს პირველი სიტყვა ბოზი უფრო კარგია ვიდრე სექსუალური? არ ვიცი. კარგი სექსუალურიც ვარ. გირჩევ კაპრიზები დაივიწყო, თორემ მარტოობისთვის განწერული ხარ. ასაკი ხომ იცი თავის საშუალება, დარჩები მარტო კატასავით. ნუ რა შემიძლია ვთქვა ამაზე? აბსოლუტურად მართალია ის ვინც ეს დაწერა. მარტოობისთვის განწერული თუ ვარ, დიდი პრობლემა მაგაში არაფერი არ არის და ნუ მარტო კატასავით, არა მარტო მინდვრის თაგვივითა. ნანკა, არ მესმის ჯვარი რატომ არ გაქვს დაწერილი? შეიძლება ადამიანს არაფერი არ გწამდეს და მუდმივად სოდვაში იცხოვრო? დადი თავი დაგვანებე, მოგბეს და შენი უცხოური ჩხავილი. ჩემს მეზობლებს ვერ ვაჯერებ, რომ ქალი ხარ, შეცხენქალა. კაციაო ქალად გადაკეთებული, ასე მეონებიან. ქალბატონო, კარგით რა, რატო აბაზრებთ ამ ყველას? მარტო დედა ჩემმა იცის ეს ყველაფერი, მამა ჩემაც არ იცის. არა, ეს ძალიან ცუდი კომენტარია. კატას ესე არ უნდა მოიყურო. მაგრამ ხო აუტანელი ვარ, რა თქმა უნდა, საუბარი აუტანელი ვარ.
და ასე შემდეგ. ანდრე შენზე ამბობენ ჩაცუცქული მსავსო. ჩაცუცქულის რა გითხრათ, მაგრამ ხელთათმანებით ნამდვილად მსავ. შემიძლია გაჩვენოთ ამ? ხელთათმანები. იმედია დაფერცხვას არ გადაიღებ. ალბათ დაინტერესდით, სად მდებარეობს თბილისში ესეთი ლამაზი ადგილი. ვერ გამოიცნობთ, იმიტომ რომ თბილისში არ ვარ. Facebook-ზე ბოლო დროს ალბათ ხშირად ხვდებათ ხოლმე კომენტარები წარსულში, ბრუნდებით წარსული სადღაც ახლოს არის. ახლო წარსული ჩვენთვის უინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ძალიან შორს წარსულში მუხრანის სასახლეში გვემოგზაურა. აქ ცხოვრობ, რაც მის საქართველო გახდი? აქ არ ცხოვრობ, თუმცა გადაღებებზე ხშირად მიწევს ხოლმე აქ მოსვლა. ანა შენ კაბასაც ძმევ გარდა იმისა, რომ ამ პროექტს ხელმძღვანელობ და ფოტოებს იღებ. დიახ, მე დილითაც ყველაფერს ვახლებ ხელს. მაინტერესებს რითი განსხვავდება ვერსალი მუხრანის სასახლისგან? ვერსალი უკვე დიდი ხანია რაც მზად არის და გარემონტებული და ისტორია მისი არის დიდი ხნის ცნობილი ყველასთვის. აქაც კი ჯერჯერობით არაფერი არ არის აშენებული, შენდება და სული აქვს ის აქ ადგილს, რომელიც ჩვენ გვიზიდავს. This project is about Chateau Mourani and what can we show today with the renovation of the castle, which is absolutely beautiful, and I think we're going to make great pictures. Regardez TBC live. საიტრანსის მიმდევრებს ერში ტრანსერებს ეძახიან, ისინი ძირითადად ბნელ ადგილებში, ტყეებში იკრიბებიან. სწორედ ამიტომ ღამის პირველ საათზე იპოდრომზე მოვედით და ნახოთ რამდენი ტრანსერი შემოუერთდება დღევანდელ ივენტს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მუსიკალური მიმდინარეობა თბილისში არც ისე პოპულარული. წავედით. მარჯვნივ რაღაც ხმა მითხრა. თქვენც გაიგეთ? ის ხალხი, ვინც აქ დაგხვდება, ცოტა საშიშია. საშიში არა, მაგრამ უნდა უფრთხილდეთ. მუსიკის ანგებს გავყვეთ. იქით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტრანს სამყაროში. ამისრებს უნდა გავყვეთ და მიგვიყვანს იქ, სადაც ყველა ტრანსების საცეკო სცენას მეინს ეძახიან, dance floors. ელესდეს არიგებენ? არ ვიცი. იკითხე ჩეს დაცვასთან. ესეთი საღამო ელესდეს გარეშე, მე მგონი ათელებს უნდა გაყვეთ და მიაგნებ. მოვედი. მე მგონი არა. უფრო არის რაღაც ტექნო და ჰაუსი უფრო ხოთში, ანუ ეს უფრო ანდერგრაუნდ კონტენტი ითვლება ალბათ რა, ნაკლებად. მაგრამ არის რა ვიცი, არის ბევრი ხალხი მაინც, ხო? ძიმეა მოსასმენად და განსაკუთრებით ხიზელი თუ ხარ და მოხვედი არ არსებობს, ვერ გაჩერდები. ბევრი მიმდევარი არ ყავს მე მგონი, იმიტომ რომ ძირითადად გარბია. რა უშლი? შეხედი, აგერ როგორ არ არის? არიან
კი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ მარტო ალკოჰოლით ვერ ვერთობით ასეთ მუსიკაზე და გავდივართ. მარტო ალკოჰოლით ვინ როგორ ერთობა ეგ მაგათი. ზოგჯერ ამბობენ, რომ ამ მუსიკას საერთოდ არ ჭირდება ნარკოტიკი და ის სხვა განზომილებაში თავად გავავხან. ნარკოტიკი, როგორც ესეთი ცალკე თემა არის, იქ მუსიკასთან არაფერ შუაში არ არის. ის არის თავისთვის. ამ მუსიკას სრულიად ფხიზელით რომ მოусმენ, იქნები ძალიან კაი პონჩი. ნამხმარე საშუალება ჭირდება, მე მგონი, ხო? კი, ბატალია. შიგნით ბევრი გაბრუნდა, იმიტომ რომ ალკოჰოლზე შეუძლებელია ამის მოსმენა. მართალია. ალბათ ტექსტაზე გაასწორებდა, არ ვიცი. განსაკუთრებული ნერვები ჭირდება ტრანსის მოსმენა? აუცილებლად. ნერვები არ ჭირდება. ლეგალიზაცია ჭირდება რომ მოусმინოთ რა. ისე შეუძლებელია? შეუძლებელია და იმიტომ მივდივართ რომ ფხიზლები ვარ. არა, მე ვარ აქ როგორ ვიყავ. აკიმი ხო გახსოვთ, არაჩვეულებრივ გამოფრენე კინო. ის აკიმი ვარ მე. აქ ყავს ჩემი მეგობარი აკლემი. ვაპირებთ კიდე სხვა კონცერტებს. აქ ეს აკლემი ყველგანეული? არა, აკლემი აქ ცხოვრობს ამ რეზიდენციაში. ვიღაც ამოდი. აუ, გაჩვენეთ რა აკლემი ნახოთ. ჯუნგლებში ამოვყავით თავი. ტრანს საღამო იმართება აი ამ აკლემის ტერიტორიაზე. სინამდვილეში იპოდრომზეა ეს აკლემი ცხოვრობს, სახელია აქ? ჯინი. მე ამ კაცის მეგობარი ვარ, ფრანგი, რომელიც მეც ფრანგი ვარ და აკიმი ვარ მსახიობი თუ გახსოვთ. ხო და თუ შეუძლია თუ ხალხს დაგვეხმაროს ამ აკლემის მოვლაში და პლუს რომ ჩამოვყოლოთ მამალი აკლემი. პირველად თბილისი ლაივში აკლემი.